კერძო სახლის პირველ სართულზე მოწყობილი ეს სახელოსნო თითქოს წარსულსა და მომავალს შორის გადებული ხიდია. აქ ძველი მეთოდები თანამედროვე ტექნოლოგიებთან ჰარმონიაში ცოცხლობენ. ოსტატის ხელთაწყობილი თითოეული ნივთი კი არამხოლოდ ხელოვნების ნიმუშია, არამედ ქართული იდენტობის სარკეც, სადაც გადმოცემულია წინაპართა სიბრძნე და თანამედროვეობის რიტმი. მე ვარ ირაკლი ბაკურიძე, 33 წლის. ხესთან მე არასოდეს არანაირი შეხება არ მქონია და არც ხეზე მიმუშავია არასოდეს. უბრალოდ ჩემმა შვილმა მთხოვა რომ გამეკეთებინა მისთვის სანადირო თოფი, რომელიც აი ასე გამოიყურება, მსგავსია თითქოს ანალოგისა. რის შემდეგაც ბავშვმა თვითონ მითხრა რომ მოდი მამიკო გავაკეთოთო ასეთი კარგი ნივთები და გავყიდოთო. მე თვითონაც ჭკვაში ჩამიჯდა. რის შემდეგაც მოვიფიქრეთ ასეთი ლოგო ჩემ ნივთებს დააკვირდებით, მამაშვილია გამოსახული. და ეს სიმბოლურად მე და ჩემი შვილი ვართ. ინტერნეტის დახმარებით ვისწავლე ბევრი სხვადასხვა პროგრამა, შევიძინე ბევრი სხვადასხვა ახალი ინსტრუმენტი, რომელიც რომ ნელ-ნელა გავმართე, შევისწავლე და დღესდღეობით უკვე ვაკეთებ ძალიან ლამაზ ნივთებს, სუვენირებს, სათამაშოებს, ხატებს და რა ვიცი, ასე შემდეგ. უკვე ალბათ 8 თვის განმავლობაში, რაც ოფიციალურად დავიწყე მასიური კეთება. ამ 8 თვის განმავლობაში მე გავაკეთე ალბათ 50-მდე სხვადასხვა ნივთი. მისი შემოქმედებითი პროცესი ხის გულში ჩაწვდომის მცდელობას ზააგავს. თითქოს უსმენს მას, უღრმავდება, ცდილობს დაინახოს ის ფორმა, რომელიც ხის სიღრმეებში იმალება. ხანდახან კი ხე თავად გარნახობს მიმართულებას. დილიდან რომ შემოვდივარ საღამომდე თითქმის სამქროში ვარ. ხან ვიგონებ, ხან ვაკეთებ და მომდის იდეები და სხვადასხვა მუზები, რომელსაც მე ისევ მე თვითონ ვეჭდები რომ განვახორციელო. შემდეგ დამზადებულ ნივთს უკვე პირველ რიგში ჩემ ოჯახს ვეუბნები რომ მოდით შეხედეთ, შეაფასეთ, რა მეტია, რა ნაკლებია, როგორ შეიძლება რომ უკეთესი გავხადო და ასე ყველას თვალთახედვით გამოდის კარგი ლამაზი ნივთები. ყველაზე რთული სახსრების მოძიებაა და ამ სხვადასხვა ინვენტარების ყიდვა. ჩემი შრომით სხვა სამუშაოზე ვმუშაობდით, ნელ-ნელა დაზოგვით გავაკეთეთ, შევიძინეთ და გავასრულეთ. ბევრი დრო მაგაში წავიდა, მაგრამ ეს დროც ალბათ მე გამომადგა, იმიტომ რომ უფრო ბევრი დრო მომეცა რომ ინტერნეტთან დამждარიყავი და მეყურებინა და მესწავლა თუ რომელი პროგრამა როგორ იმართებოდა. რადგან ჩვენ საქართველოში ვცხოვრობთ და ქართველები ვართ, ღვინის ქვეყანა ვართ, მინდა რომ დავამზადო ღვინის თაროები, რომელიც რომ იქნება განსაკუთრებული და მარტო საქართველოში კი არა, საზღვარგარეთაც გავა და გაიყიდება და მოთხოვნადი იქნება, იმიტომ რომ ყველა ბოთს, ყველა სასმელს სხვანაირი ფორმა აქვს და ყველას თავისებური ჩარჩო ჭირდება, დასადგამი ჭირდება, დასაკიდი ჭირდება. ყველაზე დიდხნიანი რაც გამიკეთებია 18 საათი იყო. პირველ რიგში იმიტომ არის ალბათ განსაკუთრებული, რომ არის მასიური კაკლის და წაბლის ხისგან დამზადებული. ვცდილობ რომ არ გამოვიყენო ან წეპო, ან რაიმე სხვა შეერთებები, რომ არ გაფუჭდეს ნივთი, დროს გაუძლოს და იყოს უბერებელი, ასე რომ ვთქვათ. ხანდახან შემოვდივარ თავისუფალ დროს რა და სამქროში ვუყურებ, ვათვალიერებ ამ ჩემს გაკეთებულ ნივთებს. მართალია არ ვიცი როგორ შეველები. კი მინდა ყველაფრის რეალიზება მოვახდინო, მუზეუმს არ ვაპირებ გაკეთებას, მაგრამ მომწონს ყველა ნივთი რაღაცნაირად მიზიდავს, მომწონს და ვერ ველები, ასე რომ ვთქვა. მინდა რომ შევქმნას ჩემი ბრენდული მაღაზია, ჩემი ვებგვერდი, სადაც რომ ეს ყველაფერი აიტვირთება და დავალაგო, ასე ვთქვათ, საბაზრო ხაზი.